მოგესალმებით, მოდით ორ ვარიანტად ვნახოთ. 2026 წლის დადგომამდე რისგან უნდა განთავისუფლდეთ, რა არის ის, რაც დრო მოჭამა და დროა რომ 2026 წლის დადგომამდე მოუგრიხოთ კისერი და დადოთ წარსულში. პირველი ვარიანტი. და მეორე ვარიანტი. ორი ვარიანტი გვექნება დღეს, ორ ვარიანტად განვიხილავთ. რა არის ის, რაც წარსულში უნდა დატოვოთ? წითელი იასპი და მწვანე ავადური. მინდა რომ ახლა კარგად დააკვირდეთ ორივე ვარიანტს. რომელი ვარიანტიც ახლა ყველაზე მეტად დაგიძახებთ, ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, ესე იგი ზუსტად იქ არის თქვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პასუხი. მე გევიწყებ ვარიანტი პირველით. დავიწყეთ. რა არის ის, რისგანაც უნდა განთავისუფლდეთ 2026 წლის დადგომამდე? ჩამოკიდებული კაცი. საიდან მოდის ეს? ვინ ჩამოგკიდათ თავდაპირა? პირველი ვარიანტი. ფაქტია, რომ წარსულს არ უშვებთ. პირდაპირ გეტყვით რჩევას. მოკლედ, ყოველგვარი დრამატიზმის და შეელამაზების გარეშე. თუ თქვენით არ გაუშვებთ იმ წარსულს, სადაც ერთ დროს შესაძლებელია თავს ძალიან კარგად გრძნობდით, ძალიან ბედნიერიც იყავით. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი თქვენთვის ერთგვარი პიროვნული განვითარების შეჩერება, სულიერი სიმშვიდის შეჩერება და დისკომფორტი გახდა. სამყარო გაფრთხილებთ. ეს მაინც მოხდება. და ეს, როდესაც მოხდება, შეიძლება შენ ეს არ მოგეწონოს. იმ ფორმით, როგორც ეს შეიძლება მოხდეს. ანუ, შესაძლებელია, ნახეთ, ჯობს თქვენ თვითონ დასვათ წერტილები, ვიდრე თქვათ, გადადებული საქმის დღეს ხვალ ამბავი იყოს და მერე ეს სამყარომ თქვენს მაგივრად გააკეთოს და გააკეთოს ეს ძალიან მტკივნეულად. ან გააკეთოს იმ ფორმით, რომელიც თქვენ შესაძლებელია არ მოგეწონოთ და არ გესიამოვნოთ. ამიტომ დაფიქრდით, რა არის, ან ვინ არის ის წარსული, რომელსაც არ უშვებთ. რომელიც მხოლოდ ენერგიას გააცლით, რომელიც მხოლოდ გკეტავთ, რომელიც მხოლოდ დისკომფორტს ქმნის თქვენს რეალობაში. რომელს დიდი ხანია თავისი მოჭამა, როგორც იტყვიან. ასე რომ ყველას ეს თავისი აქვს. ყველას ეს თავისი აქვს, ამიტომ კარგად დაფიქრდით. კარგად დაფიქრდით, რა არის ეს? ან ვინ არის ეს? რაც პირველი თავში მოგევიდათ აზრად, რამაც პირველმა, როგორც იტყვიან, გაგკრათ გულში და გაგიარათ ტვინში, ესე იგი ამაზეა საუბარი. ზუსტად მაგას, იმიტომ რომ წარმოუდგენელია რამე შეაგერიეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ენერგია და დრო მიეცით ამ ყველაფერს. გამიგეთ პირველი ვარიანტი. და გემშვიდობებით. იქამდე იქნებით ჩამოკიდებული, სანამ თქვენ თვითონ არ გადაწყვეტავთ, რომ გაინთავისუფლოთ თავი. უბრალოდ ფაქტია, რომ სადღაც ან არ გინდათ, ან ვერ გინდათ. გზები ყოველთვის არსებობს. მოიძიეთ, მოიკითხეთ და აუცილებლად იპოვეთ. ვარიანტი მეორე. თქვენ რისგან უნდა განთავისუფლდეთ 2026 წლის დადგომამდე, წლის ბოლომდე, რისგან უნდა განთავისუფლდეთ? ათიანების ხმლები. უკვე ფინალში ხართ. ეს არის ძალიან გადაწვით თქვენი თავი ბოლო პერიოდი. ძალიან გადაღალეთ, ძალიან ბევრი შიში, ძალიან ბევრი აზრი, ძალიან ბევრი ენერგია გაატარეთ საკუთარ თავში. ისეთი, რამაც თქვენგან უზარმაზარი დრო, ენერგია და პოტენციალი წაიღო.
თქვენი შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ახლა უნდა იყოს აყვავებული, უნდა ჩადიოდეთ საოცრებებს, ხო როგორც იტყვიან, იმდენმა შიშმა აბსოლუტურად ვერ ვიტყვი რომ უაზრო შიში არ არის, შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა შიში უაზრო იყოს, მაგრამ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხდებით, ხო? არ მიყვარს რაღაცა შიშების გაუფასურება, იმიტომ რომ მე ან ვიღაცას ამ კონკრეტულის არ ეშინია, ხდებით, ხო? მაგრამ ფაქტია რომ ამ ყველაფერმა ძალიან დაგღალათ ის მოდელი ქცევისა, როგორც საკუთარ თავს ექცეოდით, თქვენს ფიქრებს ექცეოდით, თქვენს გონებას ექცეოდით, თქვენს ცნობიერს ექცეოდით, ეს უნდა დატოვოთ წარსულში. და ეს ისედაც რჩება წარსულში. იმიტომ რომ მეათე არკანია, ფინალური არკანია, გულისხმობ ხმლების სტიქიაში და შესაბამისად ეს აღარ უნდა გადაიტანოთ ეს მოდელი. მიხვდით ხო? კუდებიც კი არ უნდა გადაიტანოთ ახალ 2026 წელს. რას ეხება ეს? რას ეხება თქვენი ათიანების ხმლები? რას ეხება? ხუთიანების და ხო გეუბნებით, დაიღალეთ, ძალიან დაღლილები ხართ ბრძოლით, დაღლილები ხართ მუდმივი წინააღმდეგობით, თავდაცვით, იმედგაცრუებით, პასუხის ვერ მიღებით, გაკეთებულ თქვათ ჩადენილ ხარდაჭერაზე, თავდადებაზე, დახმარებაზე სხვა ადამიანების მიმართ, ხო? თითქოს თქვენ ყველასთვის ხართ, მაგრამ თქვენთვის არავინ არ არის, რაღაცა ესეთი შეგრძნება დამეუფლა. ამიტომ ძალიან დაღლილები ხართ აქ. ნუ გეშინიათ მარტოობის. გადაანაწილეთ პასუხისგებლობები. ყველაფერს საკუთარ თავზე ნუიღებთ. იმიტომ რომ აღარ დარჩა არაფერი თქვენგან. აღდგენა გჭირდებათ ძალიან. და როგორ უნდა მეკითხვა მიჩნდება როგორ უნდა დაასრულოთ ეს, რომ აღარ გადავიდეს 2026 წელში. თქვენ გეუბნებიან გზები გაქვთ, არჩევანი გაქვთ. ორიანი თასი, ორიანი კვერთხები და არკანი ვარსკვლავი. ანუ ნახეთ, ამის ვარიანტებიც არის, ამის გზაც არის, ამის საშუალებაც არის. ყველაფერი გაქვთ იმისთვის. ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ გაცვალეთ სასიამოვნო ემოციები მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისთანაც გსიამოვნებთ. აირჩიეთ ის გზა მხოლოდ რომელიც თქვენ გინდათ და დაიკიდეთ ფეხებზე ვინ რას იტყვის. ყოველთვის ვიღაცა რაღაცას იტყვის, ყოველთვის ვიღაცის ისტორიაში ბოროტმოქმედი იქნებით, შეეჩვიეთ ამას, შეეგუეთ ამას და საკუთარ თავზე იფიქრეთ, იმიტომ რომ ძალიან დაღლილები ხართ. ნახეთ, ეხლა დავაკვირდეთ ჩემ თავს, გეჩხუბებით და ეს კბილებიდან გამოვცერია ეს და ახლა დავიჭირე ჩემი თავი ამ მომენტში და მივხვდი რომ ახლა წინ გიდგევარ ვინც არ უნდა მისმენდე და გეჩხუბები ამას. აი გეჩხუბები, ხელით გიკეთებ ამას. მიხედე შენ თავს. გეყოფა ხუთოსანი გოგონას თუ ბიჭუნას როლის მორგება. გეყოფა სხვებისთვის ყოფნა. დაიდაცლილი ხარ ძალიან. ძალიან დაიცალე. არჩევანი შენზეა. ანუ აბსოლუტურად შენზეა არჩევანი. არჩევანი შენზეა. ყველასთვის ხარ, მაგრამ შენი თავისთვის არ ხარ. ყველასთვის კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ საშინელი ადამიანი ხარ საკუთარი თავისთვის. ეს პირდაპირ გეუბნები. დაგემშვიდობებით. აბა თქვენიცით, მადლობა ყურადღებისათვის. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.